ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე-ბერიძიშვილის განმარტებით დასკვნით ფაზაშია თაყაიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები. ასევე უახლოეს დღეებში დაგეგმილია კარდენახში, ბაკურციხეში, ჭანდარსა და ველისციხეში არსებული გზების მოასფალტება. ხოლო საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9 აპრილის ქუჩას. როგორც უკვე იცით, თქვენ ქალაქში მიმდინარეობს თაყაიშვილის და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაცია, ისევ იმ სტილით, როგორც გაკეთდა რუსთაველი და გურამიშვილი, ანუ კომუნიკაციების დაბლა-ჩატანა და მოწესრიგება. გეგმავთ, რომ თვის ბოლოსთვის პირველი ფენა ასფალტის საფარები იყოს მოწყობილი და ეს მოსახლეობისთვის უკვე გარკვეული შეღავათი იქნება, ხოლო ოქტომბრის თვის ბოლომდე დასრულდება სრულად სამუშაოები ამ ორივე ქუჩაზე. გარდა მაგისა, სოფლებში კარდენახში, ბაკურციხეში, ჭანდარში, ველისციხეში იგეგმება საგზაო სამუშაოები. ამ 4 სოფელში ტენდერები დასრულდება 16 რიცხვისთვის, სატენდერო პროცედურების შემდეგ განახლდება უკვე მუშაობა. გეგმავთ ისე, რომ ალბათ ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება უკვე საგზაო სამუშაოები. რა თქმა უნდა, გამარჯვებული კომპანიის მიღების შემთხვევაში. გარდა მაგისა, ქალაქ გურჯაანის მასშტაბით იგეგმება კოტეხში ყოფილი კომისარიატის შენობასთან და შალიკაშვილის ქუჩაზე საბავშვო გასართობის სკვერების მოწყობა. მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, დასრულების შემდგომ ვფიქრობთ, სავარაუდოდ უკვე ოქტომბერში დაიწყება სამუშაოები. ხოლო საგზაო დეპარტამენტის თაოსნობით და საგზაო დეპარტამენტის თანადგომით დაიწყება სულმალე, ალბათ თვის ბოლოსთვის დაიწყება უკვე სამუშაოები 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციის. 9 აპრილის ქუჩაც რეაბილიტირდება იგივე სტილით, ანუ კომუნიკაციების დაბლა-ჩატანა, ტროტუარების, საგზაო სამოსის მოწყობა და ასე შემდეგ.